რას ფიქრობთ ახლა? ახლა რა სიტყვით კიდე არ გჯეროდათ რომ დააპატიმრებდნენ? კიდე ის გეგონათ გაზვიადებული იყო რომ ამბობდნენ ადამიანები რომ ნუ მიგვატოვებთ ბრძოლაშიო რომ წახვედით და ხელი მოაწერეთ და თბილად და თქვენ იმაში რომ ზიხართ ეხა და მუშაობთ რა პირობებში ზიხართ ან იმ ხალხის ბრალი არ არის რომლებმაც შუა ბრძოლაში მიატოვეთ წახვედით 1500 კაცი უმუშევარი დარჩით მთელი 8 თვე 7 თვე მუშაობთ და ერთხელ არ მოგიკითხიათ 10 ლარი არ გადაგიდიათ თქვენი ხელფასი და რომ პატიმარი ბიჭები მოგეკითხათ აკას თქვენი ბრალია ის მამაუები, ის მეუფეები, ის დიდი იერარქიის ხალხი რო გვამშვიდებდნენ ყველაფერი კარგად იქნებაო, ლოცულობთო. გამოუშვებენ არ დაიჭერენო, არ მიუსაჯეს, რამდენმა ახსენეთ თქვენ ქადაგებაში ეს ბიჭები. რამდენმა გამოხატეთ სოლიდარობა. სად იყავით, რას აკეთებდით ამდენი ხანი? არ დადგა ეს აჟელი? არ დადგა ეს უსამართლობა, ეს უკანონობა? თენ გოგველესიანი რომელმაც თავისი შვილის დაბადება ვერ ნახა, ახალ წელს თავის ოჯახთან ვერ შეხვდა. რისთვის? რომელიც იქ არ ყოფილა, ხელი არ გაუნძრევია. ეს არის სასამართლო და ეს არის სისტემა, რომლისთვისაც სამართალს არ აქვს მნიშვნელობა, თავარია რა დაკვეთა მიეცემა პოლიტიკის ზემოდან, ქართული ოცნებიდან და რატომ მიეცა ეს დაკვეთა. ჩვენი თავარი მოთხოვნა იყო ჭიათურაში სამართლიანობის აღდგენა და სწორედ ამ სამართლიანობასთან ბრძოლას შეეწირენ და ჩასვეს ციხეში ეს 4 უდანაშაულო ადამიანი. ამიტომ ეს ბრძოლა უკვე აქამდეც და ეხლა განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა აბსოლუტურად ყველასთვის რომ არის წმინდად პოლიტიკურად შერჩევითი, ამიტომ ჩვენ როგორც დავიწყეთ 28 ფევრალს პროტესტი და გამოვედით ქუჩაში, ისე ვიგვდგავართ, მინდა თხოვო და მოუწოდო ყველას რომ შემოგვიერთონ ამ სამართლიანობისთვის ბრძოლაში. 5000-მა კაცმა რო ხელი მოაწერეთ ბიჭების განთავისუფლებას, მერე რაკენით ყველა სახში რო ჩაიკეტეთ. არაფერი გულთან არ მიიტანეთ. ყველას რო გეგონათ რომ აქ არაფერი არ მოხდება და ბიჭებს გამოუშვებენო. დადგა ეს სამართალი, დადგა ეს კანონიერება. აღერ არის ეხლა ფაქტი, სასამართლოსთან ვარ. 4 წელზე მეტი უშვებენ ორ პატიოსან ადამიანს, რომელსაც ოჯახები ყავს, შვილები ყავს. 6 წელზე მეტი უშვებენ შრომელ ადამიანებს. რისთვის? სად არის ის შუქრუთის ხალხი? სად არის ის დაჩაგრული მოსახლეობა? სად არის ის ამაყი ჭიათურლები? სად არის ის ნაციონალი მერი, რომელიც გვამშვიდებდა იქ თავის კაბინეტში, რომ ჭიათურა უკეთესი უნდა იყოსო? რაში გვჭირდება ჩვენ საშუამავლოები და შუამავლებიო? ჩვენ უნდა მივხედოთ ქალაქსო. რატომ მუშაობს ახლა ნახევარი ხალხი და რატო არიან უდანაშაულო ბიჭები ციხეში? ვინ იზრუნეთ ამისთვის? ვინ რა გააკეთეთ?